პრობლემის განსაზღვრა და საბაზისო სცენარის ფორმირება. მესამე მოდულში ვისაუბრებ პრობლემის განსაზღვრაზე. ამ მოდულში მიმოვიხილავთ ძირითად კითხვებს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე. შევხედავთ, როგორ უნდა შედგეს სიტუაციის ანალიზი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პრობლემის განსაზღვრა. განვიხილავთ პრობლემის ხის მიდგომის გამოყენებას რიაში და დასასრულს შევეხებით პრობლემის განსაზღვრის ეტაპის ორგანიზაციულ საკითხებს. პრობლემის განსაზღვრა რიას პროცესის პირველი ეტაპია. რეგულირების ზეგავლენის შეფასება იწყება პრობლემის იდენტიფიცირებით, რომლის მოგვარებასაც ისახავს პოლიტიკის გამტარებელი. პრობლემის განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი ეტაპია მთლიანად რიას პროცესისთვის, რადგან მასზეა დაფუძნებული მთელი შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს, რომ მხოლოდ პრობლემის სწორად იდენტიფიცირებას და მისი გამომწვევი მიზეზების სწორ დიაგნოსტიკას შეუძლია მიგვიყვანოს კარგი პოლიტიკის ფორმულირებამდე. პრობლემის არასწორად დასმამ შეიძლება გამოიწვიოს გასატარებელი პოლიტიკის მარცხი, ვერ მიიღწევა სასურველი შედეგი, ან და წარმოიქმნება ახალი პრობლემები. პრობლემის განსაზღვრა რიას ანგარიშის ცალკე გამოყოფილი თავია. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 35 დადგენილების მე-14 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა კითხვებს უნდა პასუხობდეს ეს თავი და ზოგადად რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე. ეს კითხვებია, რაში მდგომარეობს პრობლემა, საკითხი, რაში გამოიხატება პრობლემის, საკითხის შედეგები, რამდენად მწვავე ან და გადაუდებელია მისი მოწესრიგება. აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რეგულირების ზეგავლენის შეფასებისას მნიშვნელოვანია დადასტურდეს პრობლემის არსებობა. თუ პრობლემის არსებობა არ დასტურდება, მაშინ ამ კონკრეტულ საკითხზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება არ ხდება. პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე ვიხებით ისეთ საკითხებს, როგორებიც არის: ვისზე, რასზე ახდენს პრობლემა, გავლენას და როგორია ეს გავლენა. აქ უნდა მოხდეს იმ ჯგუფების იდენტიფიცირება, ვისზეც პრობლემა ახდენს გავლენას. ეს ჯგუფები პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს წარმოების კონკრეტული სექტორი, დიდი მცირე ან საშუალო ბიზნესი, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი, მომხმარებლები, პროფესიული კავშირები, გარემოს დამცველი ორგანიზაციები და სხვა. ჯგუფებში ერთიანდება ის ინდივიდები და ორგანიზაციები, რომლებსაც მსგავსი სტიმულები გააჩნიათ და რომლებზეც პრობლემის გავლენების სიმძაფრე და ბუნება მსგავსია. ჯგუფები შესაძლოა გამოიყოს ასაკის მიხედვით, ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები ან კონკრეტული ასაკობრივი დიაპაზონი, ასევე შემოსავლის მიხედვით, გეოგრაფიული არეალის მიხედვით, მაგალითად ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოა და სხვა. პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე ასევე ვიკვლევთ, რა არის პრობლემის, საკითხის გამომწვევი მიზეზი, რამდენად საჭიროა მარეგულირებელი ჩარევა პრობლემის, საკითხის მოსაგვარებლად და ვინ განიხილავს დასარეგულირებელ საკითხს პრობლემურად. პრობლემის განსაზღვრის ეტაპის შემადგენელი ნაწილია ეგრეთ წოდებული სიტუაციის ანალიზი. სიტუაციის ანალიზის შემუშავება მოითხოვება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიითაც. სიტუაციის ანალიზი არის პრობლემის სფეროს ინსტიტუციური ან და სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვა. ეს ქვეთავი იძლევა საერთო სურათს და ეხმარება მკითხველს უკეთ გაიგოს არსებული მდგომარეობის კონტექსტი. ამ ეტაპზე ხდება შემდეგი ინფორმაციის მოძიება. დარეგულირებულია თუ არა ეს სფერო საქართველოში, როგორ რეგულირდება, რა აქტებით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მათი აღსრულება და რა შესაძლო ნაკლოვანებები გააჩნია ამ რეგულაციას. ამ კითხვებზე პასუხი უკეთ გვარკვევს პრობლემის არსში და გვეხმარება გავიგოთ, რატომ ვერ აგვარებს ამ პრობლემას არსებული რეგულაცია. სიტუაციურ ანალიზში გასარკვევად ძალიან გამოგადგებათ დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები და არსებული ლიტერატურის მიმოხილვა. პრობლემის განსაზღვრის ეტაპი ხასიათდება გარკვეული სირთულეებით. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პრობლემა განხილულია, როგორც რეგულირების ნაკლებობა. გვინახავს ალბათ ისეთი ანგარიშები, სადაც ავტორები საუბრობენ, რომ ამ სფეროში პრობლემა არის რეგულაციის არარსებობა. უნდა გვახსოვდეს, რომ თავად პრობლემა რეგულაციის არარსებობა კი არ არის, არამედ ის, რასაც სხვა ყველაფერთან ერთად რეგულაციის არარსებობას მივყავართ. ზოგჯერ პრობლემის ნაცვლად გამოსავლის აღწერა ხდება, ზოგჯერ კი პრობლემა ძალიან ვიწროდ არის განსაზღვრული. ეს საკმაოდ სახიფათო შემთხვევაა რიაში. თუ პრობლემის განსაზღვრის მასშტაბი ძალიან მცირეა, დიდი ალბათობით რეფორმის დასახული მიზნებით და პრობლემების მოგვარების ალტერნატიული გზებით ვიწროდ იქნება განსაზღვრული, რამაც შესაძლოა არ მიგვიყვანოს საუკეთესო ალტერნატივამდე.
ხშირია შემთხვევები, როდესაც პრობლემის ძიება ხდება მას შემდეგ, რაც უკვე მიღებულია კონკრეტული რეფორმის გატარების გადაწყვეტილება. ამას ინგლისურად backward engineering-ად მოიხსენიებენ. კონკრეტული პოლიტიკის გასამართლებლად პრობლემის ასე ძიება ძალიან აზიანებს ზოგადად რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესს და წარმოადგენს სრულიად მიუღებელ პრაქტიკას. რეგულირების ზეგავლენის შეფასების გუნდს ევალება პრობლემის არსებობის, მისი მასშტაბის, მიზეზებისა და შედეგების შესახებ სანდო მტკიცებულებების მოძიება. ეს არ არის მარტივი პროცესი და გარკვეულ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით ვერ მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება. სანდო მტკიცებულება დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგებთან ერთად მოიცავს მონაცემებს, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასა და ცოდნას, მათ შორის რაოდენობრივ მონაცემებსა და შეფასებებს, ასევე თვისობრივ მონაცემებს, სამეცნიერო ლიტერატურასა და ექსპერტთა მოსაზრებებს. პრობლემის არსის უკეთ გასაგებად აუცილებელია დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებს შორის. ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასანახად ძალიან გამოსადეგია პრობლემის ხის მიდგომის გამოყენება. პრობლემის ხე ეხმარება ანგარიშის დამწერს, მოახდინოს პრობლემის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ილუსტრირება. ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრაც უნდა პოლიტიკის შემქმნელს თავსდება ცენტრში. პრობლემის ქვემოთ ხდება ყველა გამომწვევი მიზეზის ჩამოწერა. ეს მიზეზები წარმოადგენენ პრობლემის ხის ფესვებს, შესაძლოა თითოეული მიზეზის ქვეშ ქვემიზეზების გამოყოფაც. პრობლემის ზევით კი ხდება პრობლემის შედეგების ჩამოწერა. ეს ნაწილი წარმოადგენს ხის ტოტებს. პრობლემის ასეთი სტრუქტურიზებული წარმოდგენა გვეხმარება არ გამოგჩეს მნიშვნელოვანი საკითხები და უკეთ გავიაზროთ თუ რა მიმართულებებით უნდა გაგრძელდეს უფრო სიღრმისეული კვლევა. განვიხილოთ პრობლემის ხის რეალური მაგალითი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოჯახში დასაქმებულების 186 კონვენციის რეგულირების ზეგავლენის შეფასებიდან. ამ კონვენციაზე საუბარი გვქონდა წინა მოდულში, როდესაც საუბრობდით კონსულტაციების პროცესზე. შეგახსენებთ, რომ ოჯახში დასაქმებულებს წარმოადგენენ ძიძები, მძღოლები, მზარეულები, ხანდაზმული პირების მომვლელები, დამლაგებლები და ასე შემდეგ. კვლევისას დადგინდა, რომ საქართველოში ოჯახში დასაქმებულების ძირითადი პრობლემა არის არასათანადო და საფრთხის შემცველი სამუშაო გარემო. ოჯახში დასაქმების პირობები ზოგადად ძალიან არათანაბარი და მერყევია, რადგან ის მთლიანად დამოკიდებულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პირად ურთიერთობაზე. ეს ძირითადი პრობლემა განპირობებულია რამდენიმე ძირითადი მიზეზით, რომლებსაც საკუთარი ქვემიზეზები გააჩნია. ეს ძირითადი მიზეზებია სამუშაო პირობებზე მოლაპარაკების მცირე ძალაუფლება დასაქმებულთა მხრიდან. ისინი ხშირად არიან სოციალურად დაუცველები, მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები მწირი აქვთ. მაღალი უმუშევრობის პირობებში კონკურენცია მაღალია ამ სფეროში. პრობლემის გამომწვევის შემდეგი იდენტიფიცირებული მიზეზი არის ამ საქმიანობის არაფორმალურობა, რაც გამორიცხავს ოჯახში დასაქმებულებს იმ გარკვეული სიკეთეებისგან, რაც ფორმალურად დასაქმებულებს გააჩნიათ. ძირითადი პრობლემის გამომწვევის შემდეგი მიზეზები არის ასევე საკანონმდებლო სისტემის ხარვეზები. ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს ოჯახში დასაქმებულთა განმარტებას და იურიდიულ ექსპერტებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახში დასაქმება იმ მახასიათებლებს, რომლებიც შრომით ურთიერთობას შრომის კოდექსის განმარტებით უნდა გააჩნდეს. მიუხედავად ამ აზრთა სხვადასხვაობისა, იურისტები თანხმდებიან, რომ ოჯახში დასაქმებულები, როგორც წესი, ამჟამად შრომის კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტს მიღმა რჩებიან. ამ ყველაფერს ემატება ოჯახში დასაქმებულების ცნობიერების დაბალი დონე, საკუთარი უფლებების შესახებ და ოჯახში დასაქმების სათანადო პირობების აღსრულების სირთულე, რაც უკავშირდება ოჯახში მუშაობის სპეციფიკას. როდესაც ოჯახში დასაქმებულებს აქვთ არასათანადო და საფრთხის შემცველი გარემო, რისკის ქვეშ დგება მათი კეთილდღეობა და ჯანმრთელობა, რაც საზოგადოებაზეც უარყოფითად აისახება. ძირითადი პრობლემის შედეგები მოცემულია სლაიდის ზედა ნაწილში. ესენია აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, საფრთხის შემცველი პირობები, დაბალი ანაზღაურება, შევიწროებისა და ექსპლუატაციის რისკი, გაურკვევლობები კონტრაქტის არარსებობის პირობებში და სხვა. პრობლემის ხის წარმოდგენილი მაგალითი კარგი ილუსტრაციაა ზოგადად ყველა იმ პრობლემის, რაც ოჯახში დასაქმების სფეროში არის. პრობლემის ხის მეშვეობით ხდება ამ პრობლემების იერარქიის დადგენა. აქ პრობლემებს იმიტომ ვახსენებთ, რომ პრობლემის ხეში მოცემული თითოეული მიზეზი და შედეგი, როგორც უკვე ვნახეთ, თავად წარმოადგენს პრობლემას. პრობლემის ხის აგებით ხდება მათი ერთიან ლოგიკურ ჩარჩოში მოქცევა.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრობლემის ხის აგება ხდება ანალიზის საწყის ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ ფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას პრობლემის შესახებ და არც სარწმუნო და სანდო მონაცემებს. ამიტომ პრობლემის ხეში იდენტიფიცირებული მიზეზები და შედეგები შესაძლოა ანალიზის ეტაპზე დაკორექტირდეს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფმა კარგად აღიქვას ლოგიკური კავშირი თუ რა იწვევს ძირითად პრობლემას და რა გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი შედეგი აქვს ამ პრობლემის მოუგვარებლობას. პრობლემის ხის რეგულირების ზეგავლენის ანგარიში წარმოდგენა არ არის სავალდებულო. ის უფრო ანალიზის პროცესის შემადგენელი ნაწილია და ეხმარება RIA-ს სამუშაო ჯგუფს შესწავლის საკითხის კომპლექსურობისა და ლოგიკის დასანახად. პრობლემის ხე იმითაც არის საინტერესო, რომ მჭიდროდ უკავშირდება RIA-ს შემდგომ ეტაპებს, რასაც მომდევნო მოდულებში შევეხებით. საბაზისო სცენარის ფორმირება პრობლემის განსაზღვრის შემადგენელი ნაწილია. საბაზისო სცენარი, ანუ იგივე სტატუს ქვო, არის სამომავლო მდგომარეობის აღწერა, იმ დაშვებით, რომ არსებული რეალობა უცვლელად გრძელდება. საბაზისო სცენარი ასახავს მომავლის განვითარებას არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც პრობლემაზე არ განხორციელდება სათანადო რეაგირება. თუ რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე მუშაობის დროისათვის უკვე გადაწყვეტილია გარკვეული ცვლილებები და დაგეგმილია რეფორმები, ეს საკითხები უნდა გავითვალისწინოთ საბაზისო სცენარში და პრობლემის განვითარებას უნდა შევხედოთ წინასწარ დაგეგმილი ქმედებების ფონზე. საბაზისო სცენარმა უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა ინტერვენცია? როგორ განვითარდება მოვლენები, ველოდებით თუ არა პრობლემის გამწვავებას ან პირიქით შერბილებას. საბაზისო სცენარში უნდა ჩანდეს ის ლოგიკა, რასაც ეფუძნება ეს დაშვებები. შესაძლებლობის ფარგლებში ეს ნაწილი გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მონაცემებითა და შეფასებებით. საბაზისო სცენარის ფორმირების ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან რეგულირების ზეგავლენის შეფასება წარმოადგენს შედარებით ანალიზს. ინტერვენციის ალტერნატივების შედეგების შედარება ხდება სწორედ საბაზისო სცენართან. RIA-ს ლოგიკა არ ადარებს სამომავლო რეფორმის განხორციელების შედეგად 5 წლის შემდგომ პერიოდს დღევანდელ პერიოდს. არამედ ადარებს რეფორმის განხორციელების შედეგად მიღებულ სიტუაციას, იმ სიტუაციას, რაც გვექნებოდა ეს რეფორმა რომ არ განგვეხორციელებინა. საბაზისო სცენარი აფასებს სწორედ ასეთ მომავალს. საბაზისო სცენარში არ ხდება დამატებითი ინტერვენციის განხორციელება და ის ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ ვაფასებთ მოვლენების სამომავლო განვითარებას. ამავდროულად საბაზისო სცენარი გვიქმნის წარმოდგენას, საჭიროა თუ არა სახელმწიფოს ჩარევა და რა დოზით. შესაძლოა გქონდეთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პრობლემა მილევადია და არსებული ტენდენციების ანალიზმა გაჩვენოთ, რომ 60 წელიწადში არ იქნება საერთოდ ეს პრობლემა. ეს რა თქმა უნდა იშვიათ გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს, მაგრამ მას არსებობის უფლება აქვს. საბაზისო სცენარი ასახავს ჩარევის გარეშე მდგომარეობის განვითარებას, გაუარესდება თუ გაუმჯობესდება არსებული პრობლემა. საბაზისო სცენარის შემუშავებისას მნიშვნელოვანია მიმდინარე კონტექსტი. თუ ჩვენს მიერ შესასწავლის საკითხის გარშემო სამართლებრივი ჩარჩო ან კონკრეტული პოლიტიკა არ არსებობს, მაშინ საბაზისო სცენარი დგება სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე, როგორც კონკრეტული პოლიტიკის გარეშე მდგომარეობის გაგრძელება. თუ სამართლებრივი ჩარჩო ან კონკრეტული პოლიტიკა არსებობს, საბაზისო სცენარი ასახავს რა მოხდება, თუ არაფერი შეიცვალა არსებულ მიდგომებში. თუ შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ინტერვენციები უკვე ხორციელდება ან დაგეგმილია მათი განხორციელება, საბაზისო სცენარი ასახავს როგორ ვითარდება მდგომარეობა ამ ინტერვენციების განხორციელების პროცესში და რა ზეგავლენას ახდენს ეს ინტერვენციები პრობლემაზე. აქ მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების და დაგეგმილი რეფორმების გათვალისწინება. წინასწარ დაგეგმილ რეფორმებს ან კონკრეტულ პოლიტიკას ვიღებთ როგორც მოცემულს და ვითვალისწინებთ საბაზისო სცენარში. მაგალითად, თუ ვიცით, რომ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში ვალდებულება გვაქვს კონკრეტული დირექტივის 2 წლის შემდეგ მიღების, საბაზისო სცენარში უნდა გავითვალისწინოთ ეს ცვლილებები და პრობლემის განვითარებას უნდა შევხედოთ დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებაში. საბაზისო სცენარის განსაზღვრისათვის ვიყენებთ ისტორიულ მონაცემებს და ვაკვირდებით ტენდენციას, რათა განსაზღვროთ სამომავლო განვითარება. შეგვიძლია დავეყრდნოთ ანალოგიებს მსგავს სიტუაციებთან მიმართებაში. ეს მეთოდი კი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ შესადარი ანალოგიის პოვნა რეალურ ცხოვრებაში, როგორც წესი, ძალიან იშვიათია. ძალიან კარგ შედეგს იძლევა ექსტრაპოლაცია. ექსტრაპოლაციის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგრამ ყველა ეყრდნობა ახალი მონაცემების მიღებას, არსებულ მონაცემებთან
მონაცემებზე დაკვირვების შედეგად. არსებული მონაცემებიდან გამომდინარე ტენდენციის აღმოჩენას და მის გაგრძელებას მომავალში. ექსტრაპოლაციისათვის კარგი ინდიკატორია გრძელვადიანი ზრდის ტემპი. შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი პრობლემის გარშემო მონაცემების გრძელვადიანი ზრდის ტემპები. გაავრცელოთ მომავალზე და ასე შეაფასოთ მოვლენების სამომავლო განვითარება. რა თქმა უნდა, გააჩნია საკითხს და კონტექსტს. მოდულის ბოლოს გსურს ცოტა დრო დავუთმოთ პრობლემის განსაზღვრის და საბაზისო სცენარის ჩამოყალიბების ეტაპის ორგანიზაციულ საკითხებს. პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე კარგი პრაქტიკაა რიას მთლიანი სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხში გარკვევა, რაც მოიცავს შესაბამისი ლიტერატურისა და ანგარიშების გაცნობას, სამართლებრივ მიმოხილვას და ინსტიტუციურ სტრუქტურაში გარკვევას. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრი გაეცნობა საკითხს, მთელმა ჯგუფმა ერთობლივად უნდა მოამზადოს პრობლემის ხე. ეს შეიძლება საკმაოდ შრომატევადი პროცესიც იყოს. მოითხოვს ბევრ დისკუსიას, რადგანაც სფეროში არსებული ყველა პრობლემიდან ძირითადი პრობლემის ჩამოყალიბება და პრობლემების იერარქიის დადგენა, ანუ მიზეზებისა და შედეგების იდენტიფიცირება შეიძლება არ იყოს მარტივი. ამ ეტაპზე ხდება პრაქტიკაში გარკვევა, პრობლემის ხეში წამოჭრილი ჰიპოთეზების შემოწმება, თემატური მიმართულებების დანაწილების, ლიტერატურის, მონაცემების მოძიებისა და კონსულტაციების გზით. შემდეგი ეტაპია საბაზისო სცენარის განსაზღვრა, რაც მოიცავს არსებული მდგომარეობის აღწერას მონაცემებით და ძირითადი ტენდენციების განსაზღვრით, პროგნოზირებით. ამ პროცესის დასრულებისას შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ რიას ანგარიშის შესაბამისი თავის პირველადი ვერსიის მომზადებაც. შეგიძლიათ ამ თავს მიუბრუნდეთ დროდადრო, როგორც კი დამატებით ინფორმაციას მოიპოვებთ ან ტექსტი მოითხოვს განახლებას.